გზები, წყლები, საბავშვო ბაღები და რეკრეაციული ზონები. ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მუნიციპალიტეტში 2024 წელს განხორციელდა. ქალაქში გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა აღნიშნავს, რომ მათ უბნებში წყლების გადაუჭრელი პრობლემები გვარდება. მათივე შეფასებით, მუნიციპალიტეტში მოსაწესრიგებელი კიდევ ბევრი საკითხია. სოფელ გურჯაანში ვცხოვრობ, ჩვენობაში გაგეთებ გზასაკეთებენ ახლა ასვაც. აგებენ ამ წუთასაც ხოლიდან დაიწყებენ მუშაობა და დაასხამენ ცემენტს. როგორი გზა იყო რა? ძალიან ცუდი გზა, ყველაზე ცუდი გზა ჩვენი იყო. ყველაზე ცუდი, ძალიან ცუდი, სუტალახიანები დავდიოდით. მთელი უბანი, მაღაზიაში კითხულობდნენ, სად იყო ესეთი ტალახი და რანაირად სოფელ გურჯაანში წყალიც გაკეთდა როგორც ვიცით. წყალიც აგვაქვს, გაზიც აგვაქვს და აი რა რჩება გასაკეთებელი მაინც თქვენ რა უნდა გაკეთდეს 2025 წელს. ხალხს რაც უჭირს ის უნდა გაკეთდეს, გააკეთონ, სკვერიც გაკეთდეს და სულ ყველაფერი გაკეთდეს ბავშვებისთვის, რომ ნორმალურად იცხოვრონ. აკეთდა ძალიან ბევრი რამ. აღარ გულთაველის ქუჩა კეთდება ახლა. გურჯაანში რა უნდა გაკეთდეს ისეთი აი ალბათ ბევრ ადგილას წყლის პრობლემაა კიდე გასაკეთებელი. ბევრგან აი ქუჩებში რომ დავდივარ, წყალია მოდის ისე. ამდგე წყალია მოსაგვარებელი. ძალიან ხშირად რუსთაველის ქუჩაზე დენიქრება. აი ქვევით არის ტრანსფორმატორი რკინიგზის კლუბთან. ეთყობა იქ არის მოწესრიგებული. დანარჩენი მოაწესრიგეს. რაც პრობლემა იყო დენის მხრივ რუსთაველის ქუჩაზე მოწესრიგდა. წყალი წესრიგდება, ასფალტს ალბათ დააგებენ. ბევრი რამე კეთდება. ალბათ ბევრი რამე კიდე გაკეთდება. ბევრი რამე გაკეთდა. წყალი, წყლის იმის მთავრდება უკვე თითქმის. და გვირდებიან რომ გაზაფხულზე იქნება. რავი, საბავშვო ბაღი აშენდა ისეთი რომ შეიძლება რაიონში არ იყოს. სად ცხოვრობთ? ახაშენში. რა რჩება გასაკეთებელი? ბევრი არაფერი. რავი, კეთდება, თუ რამეა აკეთებენ და კეთდება. გზაც გაკეთდა, წყალიც გაკეთდა და ნაგავიც გააქვთ ახლა. და სხვა რა არ ვიცი. აი მაგალითად გაზონები, ხო? ყვავილები რომ იყოს, მაგრამ ჩვენი ხალხი ისეთია, ისევ გააუბედურებს ამ გაზონებს. აი მე მაგალითად იმის მომხრე ვარ სილამაზის. ანუ გამწვანდეს ქალაქი. კი. შაშიანში ვცხოვრობ და გზა კეთდება. ცენტრალური გზა. გაკეთებულია და კიდე კეთდება. აი რა მდგომარეობა იყო ამ გზაზე? არაფერი, აი უბრალოდ ისინი იყო, რა ქვია, ორმოები იყო და ცენტრალური გზა რო არის, მანქანები დადის და ცუდ მდგომარეობაში იყო, მტვერი იყო. და რა რჩება გასაკეთებელი მაგალითად რა უნდა გაკეთდეს თქვენ სოფელში? გზები კიდე ალბათ კიდე დარჩენილია პატარა საუბნო გზები და ის უნდა გაკეთდეს. აი სკვერები მაგალითად საბავშვო ბაღი როგორი გაქვთ? გაკეთებულია სკვერი, საბავშვო ბაღი შენდება. ძალიან ბევრი რამე. გასაკეთებელიც არის და რა ვიცი, წყლები აკეთებენ ახლა. გაზი გაყვანილია. გასაკეთებლებიც კი ძალიან ბევრია. გინდა გზები ჩვენ უბანში განსაკუთრებით კიდევ. აი მე ახაშნელი ვარ და ახაშენში ქვევით. პირველ უბანში საერთოდ არ არის გზა. ჩემამდე ნაგვის მანქანაც არ მოდის.